ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. რობოტიკა ყველასთვის ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები 3 თვის განმავლობაში რობოტიკისა და პროგრამების მიმართულებით ისწავლიან. პროექტში მონაწილეობის მისაღებად 10-დან 15 წლამდე მოსწავლეებმა გაიარეს რეგისტრაცია და დღეს კულტურის ცენტრში გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა 30 მოტივირებული მოზარდი, რომლებიც თემის მიმართულებით მიიღებს სერტიფიცირებულ აკადემიურ, ხარისხიან, თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას. მოსწავლეებს სრულად დაუფინანსდებათ კურსი და გადაეცემათ საჭირო ტექნიკა და მოწყობილობები. პირველ ეტაპზე 30 ახალგაზრდა ისარგებლებს აღნიშნული პროექტით, ხოლო შედეგის შესაბამისად განვითარება იმედი გვაქვს რომ ექნება და უკვე მომავალი გვიჩვენებს რა რაოდენობებზე გავალ და როგორ განავითარებთ უკვე ჩვენს პროექტს, რადგან ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაბამისი სასურველი, საინტერესო და თანამედროვე ცოდნა და გამოიყენონ ეს ცოდნა რა თქმა უნდა თავისი მომავალში, პროფესიაში და ცხოვრებაშიც. 21 საუკუნეში პროგრამირების და რობოტიკის გარეშე წარმოუდგენელია ფიზიკურად ადამიანი იყოს მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენელი და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კურსიც, რომ სამომავლოდ მათი პროფესიის განსაზღვრაში დავეხმაროთ ბავშვებს და უკვე ცოდნის დონე აუმაღლოთ, რა თქმა უნდა. ეს რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა ბოლნისში აქამდე არასდროს და ეს არის სიახლე, ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან და ჩვენც დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი გრანდიოზული გახსნით და გრანდიოზული დახურვით დავასრულებთ ამ პროექტს.